ბოლო წლებში საქართველოში ბევრმა ციფრულმა ნომადმა დაიდო ბინა, ხოლო ადგილობრივი კომპანიები გაფართოვდნენ და თანამედროვე მართვის სტილს ფეხი აუპეს. შედეგად ჩვენს ქვეყანაში მეტად პოპულარული გახდა საერთო სამუშაო სივრცეები, რომელთაც იყენებენ როგორც ფრილანსერები, ასევე სტარტაპები. და ტექინფორმში დღეს ამ თემაზე აჭარა ჯგუფის საერთო სამუშაო სივრცის D-ბლოკის გაყიდვების და სტრატეგიული პარტნიორობების ხელმძღვანელი მელანო ტურმიშიძე მოგუყვება. მელანო, გამარჯობა, დიდი მადლობა შენი დროისთვის. გამარჯობა, მადლობა მეწვევისთვის. მოკლედ, როგორც ვიცით, ბოლო წლებში ძალიან დიდი ზრდა განიცადა საერთო სამუშაო სივრცეების ბიზნესმა, რაც დაკავშირებული იყო იმ დიდ ნაკადთან ადამიანებისა, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში და დარჩნენ აქ გარკვეული დროის განმავლობაში. ახლა როგორც ვიცით, ეს ეფექტი ნელ-ნელა არის მილეული, ამიტომ პირველ რიგში მინდა გითხო, რა მდგომარეობაა საერთო სამუშაო სივრცეების ბაზარზე. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ D-ბლოკი გახსნის დღიდანვე ძალიან საინტერესო და საყვარელი ადგილი იყო IT მიგრანტებისთვის და ზოგადად ექსპატებისთვის, რადგან ჩვენ გარდა სამუშაო სივრცეებისა, მათ ვთავაზობთ აჭარა ჯგუფში არსებულ სხვადასხვა სერვისებსა და ბენეფიტებს. შესაბამისად, ეს ძალიან მიმზიდველია. რაც შეეხება ეხლანდელ ვითარებას ბაზარზე, აღსანიშნავია, რომ გარკვეული პროცენტულობით ეს შემცირდა. თუ რაღაც პერიოდში დაახლოებით ჩვენი წევრების რაოდენობა პროცენტულად იყო გადანაწილება 50-50-ზე ადგილობრივი წევრები და საერთაშორისო წევრების კუთხით, ეხლა სადღაც 40%-ზე არის ეს მაჩვენებელი. თუმცა ვფიქრობთ, რომ მაინც კარგი მაჩვენებელია. როგორია სხვათა შორის სამიზნე აუდიტორია და განაწილება? ძირითადად აქ სტარტაპერები არიან, მაგალითად IT დეველოპერები თუ მაგალითად მსხვილი კომპანიებიც კი შეიძლება იქნენ წარმოდგენილნი სივრცეში. D-ბლოკი გახსნის დღიდანვე არის საერთო სამუშაო სივრცე ყველასთვის და როდესაც ჩვენ პირველად სოციალურ მედიაში გავვრცელეთ ვიდეო ჩვენი კომპანიის შესახებ, ატარებდა მთავარ მესიჯს, რას ხედავთ სერიალ სივრცეში და შევეცადეთ, რომ ჩვენი საქმიანობაც ამ კითხვის ირგვლივ ყოფილიყო. შესაბამისად, ეს სივრცე არის ყველასთვის, იქნებიან ეს სტარტაპერები, კორპორატიული წევრები, ინდივიდუალები, რომლებსაც უნდათ რომ რაღაც ერთიანი დიდი კომუნის წევრი იყვნენ და ჩვენ ზუსტად ამაზე ვმუშაობთ აქტიურად, რომ D-ბლოკი იყოს ის ჰაბი, სადაც ყველა მნიშვნელოვანი ამბავი მოხდება, როგორც ღონისძიებების კუთხით, ასევე კომპანიების გაძლიერების და იქნება ხელმისაწვდომი როგორც ბიზნესებისთვის, ასევე შემოქმედებითი ინდუსტრიებისთვის და ესე კონკრეტული ნიშა არ გვაქვს, რადგან გვინდა რომ სტარტაპერები ხვდებოდნენ არტისტებს და აკეთებდნენ კოლაბორაციებს და საერთაშორისო ორგანიზაციების მენტორობით იზრდებოდნენ პატარა კომპანიები. მელანო, უშუალოდ სივრცეზე მინდა გითხო, ვიცით რომ რუმში მდებარეობს, რაც ისედაც ისტორიული შენობა ძალიან მიმზიდველი წერტილი არის თბილისში, მაგრამ უშუალოდ D-ბლოკის სივრცე როგორია? შეგინთ იქ კაბინეტებიც არის, დესკებია ჩვეულებრივი, ანუ ადგილსაც ერთ ადამიანს შეუძლია დაჭრეს და ასევე თუ არის სივრცე კოლაბორაციისთვის, მაგალითად, სადაც შეუძლიათ სხვა კომპანიებს ერთობლივ პროექტებზე მუშაობ. ერთ დეტალს დავაზუსტებ, რომ D-ბლოკი მდებარეობს შენობაში, სადაც არის როგორც სასტუმრო სტამბა, ასევე სასტუმრო რუმსი და ეხლა უკვე D-ბლოკიც ოპერებს და სხვა ჩვენი კვებითი ობიექტები. რაც შეეხება უშუალოდ D-ბლოკის სივრცეს, უამრავი სხვადასხვანაირი პროდუქტი გვაქვს, რომელიც არის ხელმისაწვდომი ასევე არაწევრებისთვისაც, თუმცა განსხვავება არის საფასო პოლიტიკაში. ასევე ჩვენი ერთ-ერთი ძალიან აქტიური მიმართულება არის, რომ ჩვენი საწავრო პაკეტები იყოს მოქნილი. რაც გულისხმობს იმას, რომ არსებობენ კომპანიები, რომლებსაც უკვე აქვთ თავიანთი ოფისები, ან რაღაც სივრცე, საიდანაც მუშაობენ, თუმცა ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას რაღაც კონკრეტული დღეები გამოიყენონ ჩვენ სივრცეებში და პირობითად იყოს ეს 10 დღე D-ბლოკიდან მუშაობა და ასე შემდეგ, რომ წვდომა გქონდეთ ჩვენ ამ სხვა ღონისძიებებზე და აქტივობებზე, რომელსაც აქტიურად ვატარებთ. გარდა ამისა, ძალიან პოპულარული არის ჩვენი შეხვედრების ოთახები, ისევე როგორც საკონფერენციო ოთახები, რომლებიც ძალიან მაღალ ტექნოლოგიურად გვაქვს აღჭურვილი და კომფორტული არის როგორც კოლებისთვის, ასევე შეხვედრებისთვის და რაღაც ეგრეთ წოდებული ბრეინსტორმინგისთვის. დავაზუსტებ, ანუ არ არის აუცილებელი ადამიანი იყოს წევრი და რაღაცა ყოველთვიური კონტრაქტი ქონდეს, შეუძლია პირობითად მოვიდეს და შეხვედრისთვის იქნევს ოთახი, ასე ხო? კი, ნამდვილად ასე არის, შეუძლიათ ეს როგორც კომპანიებს, ასევე ინდივიდუალურ პირებსაც. არის თუ არა სინერგიული ეფექტი ჯგუფის სხვა წევრ კომპანიებთან და სერვისებთან დაკავშირებით, მაგალითად D-ბლოკის მომხმარებელს აქვს თუ არა შეღავათიანი პირობები, თუ კი ის მაგალითად რუმსის სერვისებიც არგებულობს?
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ზუსტად ეს იყო, როდესაც დებლოკის პროექტზე ვმუშაობდით, რომ დებლოკის წევრებს ქონოდათ წვდომა აჭარა-ჯგუფის ეკოსისტემაზე, რაც მოიცავს განსაკუთრებულ ფასებს სასტუმროების მიმართულებით, ბენეფიტებს კვებით ობიექტებზე და ეხლა რაც ძალიან პოპულარული არის პადელის მიმართულება და ამ მხრივაც ძალიან აქტიურად თანამშრომლობთ ჩვენც როგორც ბრენდები და ასევე წევრებსაც ძალიან ხელმისაწვდომი შეთავაზებები აქვთ ამ მიმართულებით. ღონისძიებების ახსენე რამდენიმე წუთის წინ რა ტიპის ღონისძიებები ტარდება დებლოკში და თუ შეუძლიათ ამ ღონისძიებებზე პირობთ თუ ღია ლექცია, თუ შეუძლია რომ გარეშე პირს დაესწროს, რომ ატმოსფერო შეიგრძნოს. ღონისძიებების მიმართულება დებლოკში მართლაც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ნაწილი არის, თუმცა სანამ ამას დეტალურად გავივლით, აღსანიშნავია, რომ დებლოკს ყავს თავისი ეგრეთ წოდებული community team-ი. Community team-ი არის, ვფიქრობ, ის რაც გამოარჩევს ამ სივრცეს სხვა მსგავსი სივრცეებისგან. ეს არის გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ჩვენი წევრების ყოველდღიურობა იყოს კომფორტული პირველ რიგში, საინტერესო და რაც მთავარია, ეს ადამიანები მუშაობენ იმაზე, რომ ჩვენ სივრცეში შეიქმნას სხვადასხვა თანამშრომლობები. აქედან გამომდინარე, მათ ზუსტად პულსზე უჭირავთ ხელი თუ რა საჭიროებები და ინტერესი აქვთ. დებლოკი ძალიან აქტიური არის საგანმანათლებლო ღონისძიებების მიმართულებით, ჩვენთვის ეს ერთ-ერთი მთავარი ღირებულება არის. აქედან გამომდინარე, აქტიურად თანამშრომლობთ აქსელერატორ კომპანიებთან, ისევე როგორც ორგანიზაციებთან, რომლებიც ვორქშოპებსა თუ ტრეინინგებს ატარებენ. ჩვენ თვითონაც აქტიურად ვართ ჩართულები სხვადასხვა მიმართულების სპიკერების მოყვანაზე და დაპატიჟებაზე ჩვენ სივრცეებში და ასევე გვიხარია, რომ თვითონ უშუალოდ დებლოკის წევრებიც არიან ამ ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართულები. აქვე უზრუნველყოფაზეც უნდა ვისაუბროთ, რადგანაც ხშირად ტექნოლოგიური ბიზნესისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის სივრცის აღჭურვილობა იმ სტანდარტებით, რა სტანდარტებითაც არის საჭირო. როგორი არის ამ მიმართულებით დებლოკის სერვისები? დებლოკის სივრცე არის თითოეული თავისი ნაბიჯით გათვლილი იმაზე, რომ როგორ იმუშაოს ადამიანმა კომფორტულად. დაწყებული სკამიდან, რომელსაც მოკლედ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის სამუშაო სივრცის, განათებით გაგრძელებული და შემდეგ რაც მთავარია, ეს შეხვედრების ოთახები, რომელიც უკვე ვახსენე, საკმაოდ მაღალ ტექნოლოგიურად არის აღჭურვილი. არის ძალიან კომფორტული იმისთვისაც, რომ ემსახურება ბარი, რომელიც არის დებლოკში არსებული, ასევე საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია რომ кейთერინგ სერვისებიც უზრუნველყოთ და ამ მხრივ ძალიან მრავალფეროვანი არის დებლოკი თითოეულ დეტალზე ღრმად ნაფიქრი და ამაზე სხვა შორის ძალიან ბევრ უკავშირს ვიღებთ. მშვენიერი. მელანო, ასევე მინდა გითხო ზოგადად ამ ბიზნესის განვითარების შესახებ საქართველოში ბოლო წლებში ის დაიყო მნიშვნელოვანი რა ძირითადი პროცესები და ტენდენციები არის დღეს კოორკინგის, ანუ სამუშაო სივრცეების ბაზარზე. მეტყობა ამ კითხვისთვის, ეს არაერთხელ განხილულა განსაკუთრებით პანდემიის მერე, როდესაც ძალიან პოპულარული გახდა სამუშაო სივრცეები და აჭარა-ჯგუფმაც თავის მხრივ უპასუხა ამ გამოწვევას, როდესაც შეიქმნა დებლოკი. მოთხოვნა ბაზარზე ძალიან მაღალი არის და თვითონ სამუშაო სივრცეების მიმართულებაც ძალიან მზარდია. აქედან გამომდინარე, ეს ჩვენთვის უდიდესი мотиваცია არის იმისთვის, რომ დებლოკის გუნდი იყოს მუდმივად აქტიურად ჩართული იმაზე, თუ რა ხდება ირგვლივ, ახლა ძალიან აქტუალური არის ტექ მიმართულება, ამ მხრივ ძალიან ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ დებლოკი თვითონაც როგორც ციფრული პროდუქტი იყოს საკმაოდ ერთ-ერთი პირველი მოთამაშე ბაზარზე და გარდა ამისა, გქონდეს ისეთი შეთავაზებები, რაც გამოარჩევს ბაზარზე სხვა მსგავსი სივრცეებისგან. ამ პროექტმა ფაქტია რომ გაამართლა და ამ ყველაფრის ფონზე კომპანია ხომ არ გეგმავს გაფართოებას, მაგალითად თბილისში სხვა ლოკაციაზე, ან თუნდაც ქალაქგარეთ, ან მაგალითად რეგიონშიც კი შეიძლება სხვა ქვეყნებიც მოვიაზროთ. დებლოკის იდეა გახსნის თანავე იყო, რომ ჩამოგვეყალიბებინა მიზიდულობის ცენტრები, როგორც ქალაქში, ასევე რეგიონებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით. აქედან გამომდინარე, გეგმავთ რეგიონებში, კერძოდ ქუთაისში და რუსთავში ახალი სივრცეების გახსნას. ჩვენ ძალიან ველოდებით მაგ პროექტს, თუმცა პირველი, რაც უკვე განვითარების ფაზაში არის და გაიხსნა 2024 წელს, დებლოკ სტამბის მერე ოპერირება დაიწყო დებლოკ რადიო ქალაქმა, რომელიც არის გზანი მუხიანის ტერიტორიაზე. ამ ეტაპზე სივრცე კვლავ დამუშავების პროცესში არის და სულ მალე იქნება შესაძლებელი, რომ იქაც ყავდეს სტუმრები, როგორც შეხვედრების ოთახებში, ასევე საერთო სამუშაო სივრცეში. მშვენიერი, ძალიან საინტერესო ტენდენციებია და დებლოკიც როგორც ჩანს ფეხს უპამს. დიდი მადლობა მელანო შენი დროისთვის. ტექინფორმის დღევანდელი სტუმარი დებლოკის გაყიდვების და სტრატეგიული პარტნიორობების ხელმძღვანელი მელანო დურმიშიძე იყო, რომელთანაც საქართველოში საერთო სამუშაო სივრცეების ბიზნესი მივუხილეთ.